დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 24 თებერვალია, ორშაბათი, ეთერშია ერთსვლოვნების დილა, კახამქიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს და სამუშაო კვირას გისურვებთ. მოგესალმებით, ვინაიდან ორშაბათია და ახალი სამუშაო კვირა დაიწყო, ცხადია ვიწყებთ ჩვენს თქვენთვის მაუწყებლობას, გადაცემას და შევეცდებით რომ საინტერესო წარიმართოს დღევანდელი დილა, მოვისმინოთ საეკლესიო კალენდარი, წმინდანების შესახებ შევიტყოთ, რომელსაც დღეს ვიხსენიებთ, შემდგომ გაგაცნობთ უკვე ანონს და სტუმრების ვინაობას. 24 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ნინო ამილახვარს, სამთავროს მონასტრის განმაახლებელს, წმინდა მღვდელმოწამე ვლასის, სებასტიელ ეპისკოპოსს, მართალ თეოდორა დედოფალს, ხატთაყვანისცემის აღმდგენელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების ხსენებას და ახლა მოუთხროთ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს, თუ ვინ იქნებიან ჩვენი სტუმრები და რაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. პირველი სტუმარი გვეწევა გორისა და ატენის ეპარქიიდან, სოფელ არბოში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარილიძე. ჩვენ ვისაუბრებთ მადლიერებასა და უმადურებაზე, ესეთ მნიშვნელოვან ალბათ მარადიულ თემაზე და მარადიულ დაპირისპირებაზე. გეტყვით, რომ მომღერალი დავით კენჭიაშვილი სოლო კონცერტისთვის ემზადება, საღამოს 7 მარტს გაიმართება ღონისძიება და ზოგადად როგორ წარიმართება, თუ რა ნომრებს მოვისმენთ და ასე შემდგომ, უფრო დეტალურად, რა თქმა უნდა, კონცერტის შესახებ უკვე თავად დათო მოგვიყვება. ნინო გელაშვილი კი ჩვენი აქტიური ჟურნალისტი, ამჯერად უენო სალამურის ახალგაზრდა სპეციალისტსა და მკვლევარს თევდორე გოგოლაძის შესახებ მოგვიყვება. თევდორე გარდა იმისა, რომ იკვლევს სალამურს, ასევე თავად ამზადებს. იგი საკმაოდ გათვითცნობიერებულია ტექნოლოგიურ საკითხებში და დაინტერესებულებს ამ თემაზე ინფორმაციას ციფრული ფორმითაც უზიარებს და ცხადია დაინტერესდნენ. ნინოც და ვნახოთ რა სიუჟეტი მოგვიმზადა, ერთად ვიხელავთ გადაცემის მშრალობისას. საინტერესო გადაცემა გეულდებათ, დაგველოდეთ, ახლა კი ვნახოთ ამინდის პროგნოზს და შევიტყოთ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიზია ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. დილამშვიდობისა გიორგი დაგუწევთ. დილამშვიდობისა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. განსაკუთრებული მადლობა რომ გვესტუმრეთ გორიდან და თან განსაკუთრებული მადლობა იმიტომ რომ მადლიერებაზე და უმოდორობაზე უნდა ვისაუბროთ დღეს და ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული თუმცა ურთიერთკავშირში და ანონში ვთქვი რომ ალბათ ეს მარადიული თემაა. ალბათ კაცობრიობრივად არსებობდა სამწუხაროდ სანამ იარსებებს ეს თუ იქნება ეს დაპირისპირება. აი რამდენად მნიშვნელოვანია და რომლით დაიწყებთ უმოდორობით თუ მადლიერებით. მოგეთ ესენი ერთმანეთისგან განუყოფელი არის და საოცარია რომ მოგეთ აქ რომ მოდიოარ ხოლმე მონდობილი მაქვს თქვენზე რომ აი თემა რა უნდა იყოს მოგეთ ღმერთს მივანდობ ხოლმე ესე იგი სულ წერტილებში მირტყავთ ისე იგი ყველაზე ისეთ წერტილებში მირტყავთ რომელიც მაგრამ როცა უმადური მაინც ხარ ადამიანი და ხვდები მე ლაპარაკი მაინც შეგიძლია და მომდე შევეცადოთ მოგეთ ვისაუბროთ ნუ მადლიერება უმადურობა პირველი უნდა ვიცოდეთ ერთი რამე რა რომ აი არის სულიერი თვისებები რომელიც მოგეთ ჩვენ ამ წუთის სოფელში გვინდა და დამთავრდება, მაგრამ არის თვისებები, რომელიც გაგრძელდება მარადიულად. აი მაგალითად ერთი მთავარი თვისება ხო არის წმენა, მაგრამ წმენა დამთავრდება. იმიტომ რომ ჩვენ გვწამს, იმიტომ რომ აქ ვართ და მე პირადად შევხვდებით ღმერთს და უკვე იქ წმენა აღარ იქნება საჭირო, იქ პირადად ღმერთთან ურთიერთობა იქნება საჭირო. აი მადლიერება კი ის სიყვარული მადლიერება და ეს ანუ დღეს მადლიერებაზე გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის მარადიული მცნება. ანუ ეს სულს უნდა გქონდეს, აქაც უნდა გქონდეს და მარადიულობა სჭირდება, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, პირველი მიზეზი. კი ვიძახით ხოლმე რომ ამ პარტავნებამ დასცა ადამიანი ნარდიულ ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი მიზეზი რისთვისაც დაეცა და რამაც ამ პარტავნება გამოიწვია იყო უმოდორება. არ დააფასა ის, რაც მიიღო ადამიანმა. რაც ამს არ დააფასა ის, რაც ჰქონდა და მოინდომა უფრო მეტი, ან უთხრეს უფრო მეტი, ამ დროს შემოვიდა ამ პარტავნების განცდა და მოკლედ ნახეთ სულში გაიგმირა ეს ძალა მადლიერების ძალა და რაც ამს დაზიანდა ერთი, მისი გამოსწორება იყო შენდობის თხოვნით და შენდობა არ ითხოვა, ანუ მადლიერი არ გახდა ადამი რომ დაეფასებინა მადლობა ღმერთო, არა, მადლობა იმისთვის რაც მაქვს, არამედ გააგრძელა ამ პარტავნებაში ყოფნა და აი გამოდევნილი ადამიანის ამოთხიდან ფაქტობრივად, ანუ აი ამ ორი რაღაცის წინაშე დგას, ანუ მადლიერება ამ პარტავნება, ანუ ამ პარტავნება გადაზრდილი უმადურებაში, ესე რომ ვთქვათ, მადლიერება და უმადურება. დღევანდელი სამყარო აი ფაქტობრივად მადლიერებას არ ცნობს. ანუ არ ცნობს, რატო იცით, ნახეთ როგორ რაღაცა ვერ ცნობს, რატო? იმიტომ რომ მადლიერება სულის თვისება. ერთი რამე მინდა აი ჩვენ მსმენელსაც და მრევლსაც კარგად უთხრა და ჩვენ ყველამ რომ გავიაზროთ, რომ მადლიერება არ შეუძლია ფსიქიკას და მშვენიერ ნაწილს ადამიანის. მადლიერება არ შეუძლია ჩვენს სხეულს. მადლიერება მხოლოდ შეუძლია სულს. და აი მაგალითს მოგიყვანთ მაგალითად. ხო არის სიხარული და არის მხიარულება. როგორ ფიქრობთ, სიხარულია სულის თვისება პავლე მოციქული რო ჩამოთვლის, მაგრამ მხიარულება შეუძლია ადამიანს, რომელსაც სიხარული არ აქვს. ანუ მხიარულობენ დღეს ადამიანები, რომლებიც შეიძლება შინაგანად უბედურები არიან, არ საბაბი არ აქვს სიხარულს, მაგრამ გარეგნულად მხიარულობენ. ასევე ნახეთ მადლიერება და მადლობის თქმა. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით ხშირად, რომ მადლობის თქმა ისწავლე და მადლობა უთხარი და კმაყოფილდებით ამით, რომ აიცი რა ბავშვმა მადლობის თქმა ის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის საკმარისი. კარგია, ანუ ესე რომ ვთქვათ, ფსიქიკის გაწვრთნა იმისა, რომ ბავშვმა თქვათ რაღაც, ანუ ადამიანი შეიძლება ყველაზე ოდიში აი სულიერად დაცემულ ადამიანს, აი ყველა იმასაც კი აიძულო, რომ მადლობა გითხრას. ანუ ისე მოიხსნა მადლობას ათქმევინებს სიტყვით, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანი შინაგანად არის მადლიერი. და ამიტომ აი ეს უნდა კარგად მორწმუნე ადამიანმა მაინც მიხვდეთ, რომ მადლიერება ეს არის სულის თვისება. ეს არ არის ფსიქიკური ნაწილისა და ეს არ არის მით უმეტეს თქმა, უბრალოდ ენით თქმა, რო იცი რამე მადლობა და მორჩა. თუმცა ამასაც ბევრი იმდენად ძლიერია მადლიერების განცდა, რომ ამ ერთ სიტყვასაც კი შეუძლია მთელი ისეთი ძალა მოიტანოს და ისეთი რაღაცა მოკლედ დაატრიალოს ადამიანებში, რომ ნუ მოკლედ თავისთავად ესეც ისე იგი საუკეთესო რამ არის. მაშინ როგორ შეიგრძნობა მადლიერება მამა გიორგი ამასაც? ანუ აი ნახეთ მადლიერება როგორ არის, იცით, აი დღეს ზუსტად ეს არის. აი ჩვენ გვაქვს სულიერი ისეთი თვისებები, იმდენად უცხოა ჩვენთვის. აი დღევანდელ სამყაროში პავლე მოციქული
მოგებული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში, მეორე ეპისტოლეში, თორსა მესამე თავში წაიკითხოს ყველამ პირველი 4 მუხლი მაინც ჩამოთვლის, რომ ტიმოთეს ეუბნება, რომ ისე იგიო და ბოლო ჟამსო და ბოლო ჟამი ხარ არის მხოლოდ და მხოლოდ ზეთ, მაგრამ აი ბოლო ჟამი ნიშნავს, რომ აი ყველაზე კრიზისული მდგომარეობაში ადამიანებისაო ჩამონათვალია იქ, რომ იქნებიანო შინა გამცემებიო, ისეთი თვისებებია ჩამოთვლილი და ერთ-ერთი მათგანი არის უმადურება. ანუ იმდენად კაცობრიობა ამ პარტავნებაში, ეგოიზმში და ამ პარტავნებაში, რომ სულის ეს ზალა იმდენად განგმერილი არის, რომ ანუ იმითიც კი ის როგორ ვთქვათ, იმითიც კი კმაყოფილები ვართ, რომ მადლობა შეგვიძლია რომ ვთქვათ და ქრისტიანისთვის ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ვიძახი, რომ აი მუდმივად უნდა შევეცადოთ, რომ მადლიერების მდგომარეობაში ვიყოთ. და არა უბრალოდ ის რომ შეიძლება რომ მადლობას ვიძახდეთ. სიტყვით ამის მაყოფილდები. თუმცა ესეც გვიჭირს ხოლმე. კი, ნამდვილად. აი ნახეთ როგორ არის თუ გაიხსენებთ, ესე იგი ძალიან ხშირია ხოლმე აი ადამიანები ეს ეთქვენ რომ შეკითხები როგორ ხარ, მადლობა ღმერთს. ხო და ანუ ეს ვეუბნები ხო აი კარგია ეს რომ ამას იძახი მადლობა ღმერთს, მაგრამ რამდენად ეს ამოძახილი არის სულის ამოძახილი და რამდენად არ არის უბრალოდ ლექსიკონი, რომელიც უბრალოდ მორწმუნე საზოგადოებას ჩამოუყალიბდა. ამიტომ მე მინდა რომ იმის იქით გავიხედოთ, იმიტომ რომ ეს ის თვისებაა, რომელიც მარადიულობაში აუცილებლად დაგჭირდება და უმადური ადამიანიც ათასასწლეულს ვერ დაიმკვიდრებს. მამა გიორგი, ვიდრე მარადისობაში წავალთ აქ წლება ხო ჩვენ მე სად მოხდებით იქ. აი ღვთისადმი მადლიერება როგორ უნდა გამოხატებოდეს, კარგი ამბზანეთ, რომ მადლობა ღმერთს სიტყვით ვიძახით ხოლმე ესე რომ შეიძლება აღარც უფიქრდებით, ან უბრალოდ სანთელს დავანთებთ და ულცროლად დილის ლოცვებში ვიტყვით მადლობა ღმერთს, მაგრამ ცხოვრების წესით, არახოლოდ სიტყვით, არასად თქვენ ბძანებთ ახლა და ამდენი ხანი ამათაც აკეთებთ. როგორ უნდა ვლინდებოდეს ქრისტიანის, ნებისმიერი ადამიანის, იმიტომ რომ ყველა ადამიანის გაჩენილია მადლიერება საქმით და უბრალოდ სიტყვის მასალად გნებავთ. ერთმანეთში და გნებავთ ღვთის მიმართ, რომ მადლობა ღმერთო ყოველთვის. აი, იცით როგორ არის მაცხოვარი რას იძახის, ხო? იმას ვინც იტყვის, რომ მე უყვარვარო და თავისი მოყვასი არ უყვარს, ხო, მათყუარაო რა. ანუ უფალმა მოგცა საშუალება ამ დედამიწაზე გამოვალ, როგორც თქვენ თქვით, რომ აი დედამიწაზე მოვიპოვოთ ეს თვისება, რომელიც მოკლედ დავკარგეთ ოდესღაც, აქ უნდა აღზარდოთ. მაგალითად რას მოვიყვან, იცი? აი ჩვენ გვიწევს ესეთ სამყაროში ყოფნა, რომ აი ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ხორბალი. მაგრამ ხორბალთან ერთად არის თივა, ხო? და ნახეთ როგორი რაღაცა არის. ანუ ხორბალი თივის გარეშე ვერ გაიზრდება. ეს თივა არის თქვათ პირობითად ეს ადამიანები შეიძლება რომლებსაც ჩვენ ვიძახით რომ ხელს გვიშლიან. ჩვენ გვინდა რომ სულ ხორბლებთ, ანუ ჯერ ხო ჩვენ ხო ხორბლები ვართ პირობითად და ახლა სულ ხორბლებთან გვერდზე გვინდა ყოფნა რომ მოკლედ ეს ისე იგი ჩვენი თვისებები თითქოს იმას აქნას, რა ქვია, აღიზარდოს და გაიზარდოს. მაგრამ აი მიუხედავად ამისა, შენ აი ამ ადამიანების მადლიერი იყო რომლებიც უბრალოდ შეიძლება აი შენს ხორბლობაში ხელს გიშლიან და არა მხოლოდ ეს. ძალიან უხერხულ რამეს ვიტყვი, მაგრამ თქვენ ისეთ ხორბალი რო გაიზარდოს სასუქიში აქვს და ერთ-ერთი სასუქის ფორმა არის, მოკლედ აღარ ვიტყვი, ხო, ეს არის ცხოველის რაღაცა ისეთ. ანუ ისე როგორ ყარს. ანუ შენ ხორბალი ზემოთ ხარ, ხორბლობა გინდა, მაგრამ თივისა და ესე რო ვთქვა, ამ პატივის გარეშე ქვემოთ, ანუ ვერ იქცევი ხორბლად. ამიტომ ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც უნდა შევეცადოთ მიუხედავად ყველაფრისა, როგორი ადამიანები გვაკრავს თავს, ნებისმიერი ადამიანი, რომლებიც აი შეიძლება ხო გეუბნები, აი ძალიან გვაჭირვებენ, აი ძალიან ისე ვთქვათ, აი გვიშლიან ხელს აი ამ ხორბლობაში და ხორბლად ყოფნაში, ხო? აი ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მაინც ეს მადლიერების განცდა გააჩნდეს ადამიანს და ნახეთ აი სად გროვდებით უკვე. ყველაზე მთავარ მსახურებას ეკლესიაში ქვია ევქარისტია, ანუ მადლიერება. ანუ უფალი გეუბნება რომ ყველაზე მაღალი რაც შეიძლება თქვენ, ანუ აი ყველაზე მაღალი, არ ქვია სიყვარული. იყო სიყვარულის ტრაპეზიც ერქვა ხოლმე თავის დროზე, მაგრამ იქ მთლიანობაში შედიოდა, იმიტომ რომ იქ ტრაპეზიც შედიოდა, მაგრამ უშუალოდ ლიტურგიკულ ნაწილს დაერქვა მადლიერება, ანუ ევქარისტია, ხო? ამიტომ აი ამ ევქარისტიაში ჩვენ, როდესაც მივდივართ, აი ნახეთ როგორ არის, იცით? ადამიანი მადლიერი ვერ იქნება თუ კი ის მისი ნება არ არის დამორჩილებული ღმერთზე. ანუ თუ მე როგორც მინდა ისე უნდა იყოს, ვერასოდეს ვერ იქნება ისე ამ წუთისობაში და ამიტომ ყოველთვის ვიქნები უმადლობა. მაგრამ თუ მე აი ჩემ იმაზე ნებაზე უარი ვთქვი და რა დოზიცაც საკუთარ ნებაზე მე უარს ვამბობ, იმ დოზით მადლიერება იზრდება უკვე, იმიტომ რომ ნახე ღვთის ხელიდან ვიღებ ყველაფერს.
და ჩემი სიტყვა წეღარა თქვი მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის ეს იქნება რეალურად ნათქვამი ამიტომ რომ ჩემი ნება არის დაპატარავებული ჩემი ნება ჩამოწია ღვთისნება გაიზარდა და აი ლიტურგიაზე რომ მივდივართ რას ვაკეთებთ ხო იქ ყველანაირად ვკვეთ საკუთარ ნებას იქ საოცარია იმ მღვდელი რო კითხულობს ქერუბიმთას ლოცვას აი საოცარი ტექსტი არის რომ რამე თუ შენ ხარ შემწირველი და შეწირული, შემწყნარებელი და მიმცემელი. ანუ შენ ხარ ყველაფერი. ანუ შენი ნება ყველაფერი, ახლა რაც აღესრულება შენ ხარ ყველაფერი და მე უბრალოდ გევარ და მადლობა დღეს რაც ხდება ჩემს თავს და მადლობა ამ ყველაფრისთვის, რომ შენ მოკლედ ისე იმდაბლებს საკუთარ თავს, რომ პურსა და ღვინოში გვეძლევი ჩვენ. აი ეს საოცარი, აი ეს არის, ანუ ღმერთი გეუბნება, რომ იმისთვის რომ არ შეგაშინო, იმისთვის რომ რაღაცა ჩემი დიდებით არ მოვიდე და მოკლედ შენი ეს სიპატარავე არ გაცამტვერდეს თავიდან ბოლომდე, ისე იმდაბლებს თავს, რომ პურსა და ღვინოში მკვიდრდება, რომ ჩვენთვის მოცემად იყოს ადვილი და სიხარულის განცდაც კი კონდეს ადამიანს და აი ლიტურგია ყველაზე დიდი და აღმატებული მადლიერების გამოხატვა არის. აი ეს საოცარი მადლიერების გამოხატვის ის არის. ეხლა აი ნახეთ როგორ არის მადლიერი ვერ იქნება ადამიანი თუ რწმენა არ აქვს. და ამის მაგალითს რას მოგიყვანთ იცი? გაიხსენეთ 10 კეთროვანი. როდესაც 10 კეთროვანი განკურნა მაცხოვარმა რას ეუბნება რომ ერთი მოვიდა და მადლობა გადაუხადა. რა უთხრა? წადი და შენმა სარწმუნოებამ გაცხონაო. ანუ რა უთხრა? ის კი არა მადლობა თქვიო, არამედ შენმა რწმენამ გაცხონა. აი ნახეთ წეღარაც მოგიყვანეთ მაგათ. თქვენ ფიქრობთ იმ 9 კეთროვანმა მადლობა არ თქვა. გულში იტყოდა რომ აუ მადლობა რა კარგია ხო? მაგრამ ნახე ეს არის სიტყვით გამოთქმული მადლობა, რომელსაც სულია, ანუ შინაგანი საზრდო არ აქვს, ანუ შინაგანი საძირკველი არ აქვს. უბრალოდ აი გამიხარდა რაღაც, აი ვიღაცამ რაღაც მოთქვა, მადლობა თქვი, წადით ხო ეუბნება რომ მოდლებს ეჩვენეთო და მადლობა შეწირეთ იმათმა მადლობა მოიხადეს გარკვეულწილად, მაგრამ ვერ იპოვეს იმდენიო სარწმუნოება რომ უკან მოქცეულიყვნენ. ამიტომ ნახეთ როგორ არის ურწმუნო ადამიანი უდრის მოადურ ადამიანს. და პირიქით, ანუ თუ მადლიერი ვერ იქნები თუ მორწმენა არა გაქვს და ვერც წმენა გექნება თუ მადლიერება არ გაგაჩი. ეს ორი რაღაც არის განუყოფელი რაღაც, ანუ შეუძლებელი. ანუ რატო ვიძახი ამას? იმიტომ რომ სულიერი აქტია, მადლიერება არის სულიერი აქტი. ანუ ჩვენ უგვერევა იმ ხიარულებაში, ჩვენ უგვერევა რაღაც აი ამ გარეგნულ ის რაც გრძნობითია და ის რაც რაღაცა ესეთი მშვინვიერია და რაც ემოციური ნაწილი არის. იმან შეიძლება კი როგორ არა გაწურთნა ადამიანი და ასწავლო აი როგორ გითხარი, ცხოველსაც ხوارია, ცხოველმაც იცის მადლიერების გამოხატვა, ხო თავზე რო ხელს გადაუსვამ, მოდის და რაღაც, ანუ ცხოველიც კი შეიძლება მშვინვიერ ნაწილში გაწურთნა, მაგრამ ჩვენ ხო ანუ ვართ ესე ვთქვა, ჩვენ ხო ხორბლები ვართ პირობითად, ხო არ გვინდა რომ თივები ვიყვეთ, რომელიც დაიწვება, რომელზეც მაცხოვარი ძახის რომ ესაო ორივე ღვარძლი და ისო დაითესა და ხო არ გამოვაცალკევოთ ხა ის აშინელი სამსჯავროსი ის იყო და რა ვქნათ ხო არა იყო ესო ერთად გაიზარდონო და მე მოკლედ ღვთის მოწყალება რომელიც ერთს დაწვავს და მეორეს აი ამ სიხარულს მიანიჭებს ის გააკეთებს ადამიანის ცხოვრებაც ასე არის არა რომ წარმოვიდგინოთ ახლა თქვენ რაც თქვით ხორბლის მაგალითი რომ იგივე მიწა როგორ ნოყიერდება შემდგომ როგორ იზრდება ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაც ასე არის ანუ სავსე არის განსაცდელებით სავსე არის ცოდვებით და შესაბამისად როდესაც გაქვს სწრაფვა უფლისაკენ თანდათან ამ გეხმარება ეს ყველაფერი თავისთავად რომ გაიზარდო სულიერად და შეებრძოლო. ამ ბრძოლაში არის სწორედ ალბათ ჩვენი სულის გამოწორთობა, რომ საბოლოო ჯამში ხორბლად ვიქცეთ, ასე ვთქვათ, ხომ, მამა გიორგი და როდესაც ვამბობთ, რომ მადლიერები უნდა ვიყოთ უფლის და გმადლობ უფალო ყველაფრისთვის ვეუბნებით შესაბამისად, აქ არამხოლოდ იმ მონჭებული სიხარულისთვის უნდა ვუხდიდეთ მადლობას და თუნდაც განკურნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ის განსაცდელები, რომელიც მოგვევლინა და ის ცოდვები, რომელიც დაძლევაშიც დაგვეხმარა უფალი, ხომ, თავისთავად. აი, რამდენი ადამიანი გინახავთ უბრალოდ, აი, რამდენი ადამიანი გინახავთ ტაძარში მოსული, რომელიც უბრალოდ მოვიდა იმის გამო, რომ მადლობა უთხრა ღმერთს. რომლის ცხოვრებაშიც არაფერი ისეთი არ მომხდა.
რამდენი ადამიანი, ანუ ჩვენი მდგომარეობა წარმოადგენთ, როდის გავაკეთეთ ის, რომ ვიღაცამ გაგვაბრაზა, ვიღაცამ გვაწყენინა, ვიღაცამ ის და ამის გამო უბრალოდ თქვით, რომ მადლობა ღმერთს ამისთვის, ხო? აი ამას ვამბობ, აი დღევანდელი სამყაროთი ვართ გაჯერებული, მივხვდი და ეს იმდენად უცხოა ადამიანისთვის, აი იმდენად უცხოა ეს მადლიერების განცდა, რომ აი ხო გეუბნებით, აი ემოციურ ნაწილში და მშვიდმიერ ნაწილშიც კი რომ მაინც მადლობის თქმა შეგვიძლია, ამითიც კმაყოფილები ვართ ადამიანები რა და ამიტომ წეღან ამიტომ თქვი რომ აი ადამიანს ეუბნები რომ აი მადლიერებაზე ესაუბრები ხო აი ეგრევე წინააღმდეგობაში რის მადლიერი უნდა ვიყო და გადადეს უკვე რის მადლიერი ან ჩემი მეზობლისაა ყოველდღე რომ მოკლედ და ამ ჩემი ოჯახის წევრისა ესე იგი ვერაფერი ვერ დავანახე და ამდენს ვშრომობ და მადლობა ანუ მადლიერი ხო ნუ მოკლედ თავისთავად ხო ის ამდელობა ყველაფრის ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის რომ აი მაგითო ვიძახი რომ ეს მდგომარეობაა ანუ აი ეს არის ხედვა, სამყაროს ხედვა. ან მადლიერი თვალით უყურებ სამყაროს, ან უყურებ უმადური თვალით და ეს თვალი როგორია, იცი, სულ უკმაყოფილოა. კი, აი უმადურობას აქვს ერთი თვისება, თქვენ რაც ახლა ახსენეთ, რომ დაკვირვებული ვარ და არ არის მარტო ჩემი დაკვირვება, რომ რაღაც გაბროტება იწყება. მე მგონია, რომ ყველა არასათანადოდ გექცევა, პატივში არ ახარ, ცუდი უნდა ჩენი და თან ჯაჭვური სისტემაა. და ეს სიხარული აღარ გაქვს თქვენ. ამპარტავნება. ანუ მაგას წერან ეგ თქვი ზუსტად, რომ ამპარტავნება ის, როდესაც მადლიერება იკლებს ამპარტავნება მოდის ზემო და ამპარტავნებას კიდე აქვს სხვადასხვა განშტოებები, როგორ ვლინდება. გააჩნია სათხარ და რა ფორმით ვლინდება ეს ყველაფერი. აი ეს არის თავარი, რომ აი მე მინდა ვთქვა, რომ აი ამაზეა ფიქრი, აი ამაზე ხა მარხვა მოდის ხო, აი ამაზე სიღრმისეული ფიქრი არის უკვე. ჩვენი მრევლი მე ესე ვიქობ, რომ გარკვეული კარგი დრო გავიდა უკვე, აი კარგი დრო გავიდა, საკმარისი დრო გავიდა იქიდან, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია, მადლობა ღმერთს დღეს ხო, ანუ წლების უკან ამაზე ვერ საუბრობდი, დღეს უკვე შეგვიძლია, მაგრამ არ მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ აი უბრალოდ ცადე აბა ადამიანმა, რომ ერთი შენი მეზობელი რო გაბრაზებს, ანუ ისე იგი მანქანამ რო უკნიდან მან დაგისიგნალა ისე იგი ცოტა რო ჩაგიჭრა და გაგისვა კიდეს გვერდზე უბრალოდ აი მინიმუმ არ გამოხვიდე წყობილებიდან და მე აბა მაგრამ ვერ გააკეთებ ამას მაგას ვიძახ ხოლმე ვერ გააკეთებ იმიტომ რომ თუ არ არის შენში ამას ვერ იზა და რომც ქნა უბრალოდ თავი აიძულო გასკდები შინაგანად ანუ ვერ შეიძლება არის თუ არა ეს საზომი მამა გიორგი ახლა სწორია თქვით არ არის შინაგანად რომ თუ მართლა რაღაცა ვიღაცამ შევერწყო არ მოგაყენა როგორც შენ გონია ისე არ მოგეცო თითქოს მადლიერი ხარ და რაღაცა მოხდება თუ რომ ისე გააფეთქები სადღაა შენ არის თუ არა ჩვენი თავის საზომი რომ ამით მივხვდეთ სადავართ ამ მდგომარეობაში უნდა კი ამას გულისხმობ რომ რაც არის ადამიანში ხო კოკასაშინა რაც ადგას იგივე წარმოდინდების ანუ პირველი რეაქცია ყოველთვის არის ანუ გამსაზღვრელი რა უფრო ჭარბობს ადამიანში პირველი რეაქცია რა პირველი რეაქციაც გაქვს ისე იგი ეგ უფრო და მე შეიძლება საკუთარი თავი ისე იგი აიძულო რაღაცნაირად აი გაწურთნა და თქვა რომ იცი რა მოდი მაინც მიუხედავად ამისა მაგრამ მანამდე უკვე კარგი ბევრი შეცდომები დაუშვე იმიტომ რომ გამოხატე კიდეც ეს ისე იგი იჭუბე კიდეც რაღაცა განაწყენე კიდეც მაგრამ მე უბრალოდ საკუთარ თავს რო უშველო ხო ვიძახი რომ იმიტომ რომ არ გტოვებს ეს გაღიზიანება იმიტომ რომ წყენას ვერ ივიწყებ რაღაცნაირად რაც იყო და ამიტომ ერთადერთი ხვდები რომ რაც გიშველის არის რა რომ მადლიერი იყო ადამიანი მაგრამ იმასაც ხვდები რომ მარტო სიტყვით იმის თქმა რომ მადლობა ესეც არ გშველის გამიგე და აი როგორ გითხრა იცი იმაში რო ხარ სუპერმარკეტში და რაღაცები რო აკრიფე და უცებრო ჩაიყავი ჯიბეში ხელი და ესე იგი 100 ლარისა გაგ და მე აღებული და უბრალოდ აღარ გახსოვდა 10 ლარი კიდევ ჯიბეში მე უკვე ანუ ხვდები რომ რაღაცები არ არის ანუ არ გაქვს მაგისა და ეძებ ამ შენ მადლიერების გზნობას და როგორც ბევრჯერ მithქვას რომ ეს არ არის რაც შეიძლება უცბად მოიპოვა ადამიანს ეს არ არის ვინმე ვერ ჩუქებს ეს ვერ მოგიტანს ვიღაცა ანუ ეს არის ან ადამიანის სულიერად იწურთნები და გააქვს მადლიერების განცდა ან არა გაქვს მადლიერების განცდა და როცა დაგჭირდება შენვე დაგტანჯავს ეს უმადურობა საქმეც ესაა რომ სხვას კი არავის არ ტანჯავს ანუ უმადურ ადამიანს გონია რომ ვიღაცას იმას იზავს რა ქვია დაუშავებს რამეს კი ვიღაცა შეიძლება დაუშავო კიდეც აღარა უმთავრესად დაიშავებს საკუთარ თავზე იმიტომ რომ უმადური ადამიანები ხასიათდებიან ყველაზე დეპრესიული ადამიანები არიან ყველაზე აი მოწყენილი ადამიანები არიან, აი არაფერი არ ახარებთ უბრალოდ, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, აი შვინვიერ ნაწილს, ანუ ჩვენს ფსიქიკას და ჩვენს სხეულს სულ მეტი უნდა.
ანუ შეუძლებელი ის დააკმაყოფილო. უძღებიშვილი წავიდა და რატო ვერ დაიკმაყოფილა ის ხო წავიდა. არა, მაგრამ დახარჯა ყველაფერი ხო აი ამ რაღაცის ძიებაში იყო, მაგრამ ვერაფერი ვერ მოუტა, იმიტომ რომ ცოდვამ და ესე რომ თქვა, ანუ ჩვენმა ფსიქიკამ და ჩვენმა სხეულმა ზღვარი არ იცის. ერთს გაუკეთებ, მეორე უნდა, მეორეს გაუკეთებ, მესამე უნდა. ანუ უფრო მეტი და მეტი უნდა და აი სული რომელიც მეფდება ადამიანზე, ამ ფსიქიკურ ნაწილზე, ამ შვინვერ ნაწილზე და სხეულზე, ანუ ზემოდან დგას და ეუნება მადლიერი იყავი რა, რაც გაქვს, მადლობა ღმერთს ამისი თქვი ეს რაღაცა და აი ჩვენი სამყარო კიდე მოწყობილია საითკენ მივექანებით, იცი, აი რაღაცა ესეთი განუსაზღვრელი კომფორტისკენ, რომელსაც გვთავაზობენ, ანუ აი კომფორტი და დაუსრულებელი გზა არის. აი იყიდი რაღაცას და უკვე სხვა გამოვიდა. ანუ იყიდი რაღაცას კიდე სხვა გამოვიდა და ამ კომფორტის დევნაში ხვდები რომ შენი მშვინვერი ნაწილი და შენი და აი ეს ტანჯავს ჩვენ ახალგაზრდებს და მე ეს ტანჯავს ზოგადად მშობლებსაც. და ამიტომ მინდა უთხრა მშობლებს რომ თვითონ ისწავლონ ჯერ, ანუ ისწავლონ კი არა, მადლიერება შინაგანად მოიპოვონ სულის ეს თვისება, რომ შვილებშიც აღზარდონ მე ის რომ მარტო იმით კი არ დაკმაყოფილდა ჩემმა შვილმა მადლობის თქმა იცის. კარგია, ხალხო, ეს ძალიან კარგია, რომ ბავშვს შეუძლია მადლობა თქვას, მაგრამ ანუ საკმარისი არ არის ცხოვრებისეულ გზაზე, ძალიან რთული იქნება მისთვის და ერთ აი სახარებისეულ მაგალითს მოგიყვანთ კიდე. თუ გახსოვთ, აი რითი ხასიათდება ორი მოციქულის მაგალითს მოგიყვანთ. გახსოვთ უფალს რო უნდა რომ 4000 ადამიანი რო უნდა დააპუროს ხუთი პურით, ხო? ანუ ეუნება რომ ამდენი ხალხიაო ეხლა და მოდი დავაპუროთო და არიან ფილიპე და არიან ანდრია მოციქულები. ხო და ფილიპე უნება რომ რანაირად დავაპუროთო ამდენი ხალხიაო რაღაცაო და ანდრია მიდის და ეუნება რომ 5 პურიაო და 2 თევზიაო აქ. ანუ ნახეთ ფილიპეს მდგომარეობა რომელიც გამოსავალს ვერ ხედავს, ანუ არ ხედავს, ანუ გამოსავალს, რომ წარმოუდგენელია მისთვის გავსი რაღაცა, მაგრამ აი ანდრია ანუ მადლიერი ადამიანი და მადლიერების, ანუ შინაგანად მადლიერების ქონა და ყოველთვის გამოსავალს ეძებს, ყოველთვის ეძებს რაღაცას და აი ხო წარმოუდგენელი იყო, მოუტანა უფალს და რა მოხდა, ხო? ანუ უფალმა მიხვდა რაც იყო, ანუ ის სწორად მიხვდა იმას და მე რა არის აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვათ ერთი ესეთი რაღაცაც რომ უფალი ლოცვას გვასწავლის სახარებაში ხო აი გაიხსენეთ მამაუჩვენოს გარდა რა ლოცვებს იძახის უფალი და ნახავთ ყველა ლოცვა არის მადლობა გახსოვთ ანუ როდესაც ამასაც აკურთხებს ხუთპურს მაშინ მადლობა შეწირავს აკურთხებს და მოკლედ თუ გახსოვთ როდესაც აღადგენს ლაზარეს იქეუნება რომ მადლობა ღმერთო რომ ისმენ ჩემსას ხო ეს ხო თვითონაა ღმერთი მაგრამ ეს ხო ჩვენ გვასწავლის ხო წარმოიდგინეთ იყო მომენტები როდესაც აი ავიდა მთად და ილოცვიდა ჩვენ ხო არ ვიცით ანუ ეს დაფარა რა გულოცულობდა მთაზე ეს დაფარა იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მაღალი ლოცვითი ღაწლი რომელიც ქრისტიანში მიიღწევა მაგრამ რაც გამოგვიცხადა ღმერთმა ერთი არის რომ ამოუჩვენო სადაც იყავ ნება შენი და ჩემი არა რაც გითხარ და მეორე ლოცვის ფორმა არის მხოლოდ და მხოლოდ მადლიერებისა რა ამიტომ აი აბა აიძულე საკუთარი თავი მიუხედავად ყველანაირი სიმძიმისა რაც შეიძლება გაგაჩნდეს აი ტაძარში რომ მიხვალა აი ღმერთთან რო ურთიერთობები კი არ მიხვიდე ღმერთო მომეცი ეს მომეცი უფალს ხო გეუბნება მე აი ამიტომ გვარიდებს რომ ვიცი რაც გინდა რაც გჭირდება და რაც გაქვს იმაზე თუ მადლობას იტყვი და აი ამაში ანუ ცდუნებას გაუძლებ და საკუთარი სულში ეს მადლიერების განცდა შენში უფრო ჭარბი იქნება ვიდრე მომეცი იმიტომ რომ ეს მომეცი არ არის სულის თვისება ეს მომეცი უნდა ჩვენ შვინვერ ნაწილს ეს მომეცი უნდა ჩვენს ფიზიკურ ნაწილს და უმეტეს შემთხვევაში რასაც ვითხოვთ იმიტომ რომ გასვოთ უფალი ეუნება თვითონვე რომ არ იცითო რა სიტყვოთო და თუ ვითხოვთო ბოროტად ითხოვთო და ამიტომ არ მოგეცემათო და აი ეს არის ზუსტად რომ აი მადლიერების განცდა ეს არის თხოვნაც კი ანუ როდესაც მადლობას წირავ ღმერთს რისთვის გაკ ეს ამავე დროს უხსნის ესე იგი ღმერთს გზას ადამიანში რომ მან უფრო მეტი მოგცეს უკვე დაინახა რომ შენ ის რაც გაქვს ამის მადლიერი ხარ მაგრამ როდესაც ახლა ჩვენ აი მომე თუნდაც სულიერი თვისებებიც ანუ მარტო ამაზე არა ლაპარაკი აი მაგალითად აი გეუბნება რომ მადლიერება მასწავლე უნები უფალს ხან მეუნები ხოლმე ადამიანს რასაც ლოცულობ მართლა რომ ღმერთმა მოგცეს მზად ხარ ამისთვის და გეუბნება აი უნები რომ აი ხა ამ ჩვენი საუბრის მერე რომ დავიწყოთ რომ იცი რა მე მინდა რომ მადლიერი ვიყო
უცებ გამოგიგზავნის ადამიანებს, რომლებიც შეგაჭირვებენ. და გეტყვის, რომ ხო გეტყვის, რომ აი აქ აღიზრდება მადლიერება. ანუ ის რომ მე შე რაღაც მოგეცი და ის რომ შენ რაღაცა ვიღაცამ მოგცა და ამაზე მადლობის თქმა, გეუბნება რომ ეს იცის შენმა მშვინიერმა ნაწილმა და იმას ხელმა, ანუ პირ შეუძლია თქვას რომ მადლობა, მაგრამ მე მინდა რომ შენში ის რაღაცა აღზარდო, რაც შენ მერე მარადიულ ცხოვრებაში ჩემთან მოსვლის დროს, ჩემთან შეხვედრის დროს შენში იქნება ის, რაც მე მოკლედ რაც ჩემთან საურთიერთობოდ საჭიროა და აუცილებელი. ანუ ნახეთ, ზეცაში რა მსახურებაა, ხო? მადლიერების მსახურება. ევქარისტიაც ამიტომ ქვია აქ, რომ იქ ანუ განადიდებენ და მადლობენ ღმერთს ანგელოზები და წმინდანები, ხო, რომ იმ ყველა თავისი ცხოვრებისთვის. ეხლა აბა წარმოიდგინეთ ჩვენი მოწამეები რა ცხოვრება გაიარეს, ხო, ანუ საშინელი ცხოვრება და მადლიერები იყო, ანუ ერთადერთი რამის გამო ღმერთი მათთან იყო, იმიტომ რომ რაც ხდებოდა მას თავს, ანუ მათი ცხოვრება აღბეჭდილი იყო, უფალო იყოს ნება შენი, მათში იყო გარკვეული ძლიერი რწმენა იმის გამო, რომ მადლიერები იყვნენ იმისა, რაც ჰქონდათ და რაც გააჩნდათ, იმიტომ რომ ღმერთი იყო მათთან. დიდი მადლობა მამა გიორგი, უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა მაყურებელს შევახსენოთ გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე გსურვებდა. 8 საათია ერთად აღვნიშნოთ უსწრებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სტუმართან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდე სენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ
და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს, მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს, კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ბრუნდით სტუმართან ერთად გეტყვით, რომ მომღერალი დავით კენჭიაშვილი სოლო კონცერტისთვის ემზადება. საღამოს 7 მარტს გაიმართება და ღონისძიების შესახებ უფრო დეტალურად, რა თქმა უნდა, თავად სტუმრისგან შევიტყობთ. დილა მშვიდობის, მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. როგორც აღნიშნეთ, 7 მარტს გაიმართება თქვენი სოლო კონცერტი. რა თქმა უნდა, პირველი კითხვა არის ასეთი, თუ როგორი რეპერტუარით წარსდგებით მაყურებლის წინაშე. რა თქმა უნდა, იქნება ალბათ ის სიმღერები, რომელიც წლების განმავლობაში შეიყვარა თქვენმა მსმენელმა და ვიმედოვნებთ, რომ ახალი სიმღერებითაც იქნება გაჯერებული. კი, ჩვენ ტრადიციულად ვაკეთებთ 7 მარტს კონცერტს დედის დღისადმი, რაღაც 7-ში ესე საკრალო არ დაემთხვა, ყოველთვის ასე ემთხვევა ხოლმე. ტრადიციულად როგორც ყველასათვის საყვარელი ძველი რეპერტუარიდან ისევე ახალი რეპერტუარი იქნება და ვფიქრობ, კარგი დადებითი ვიბრაციით დამუხტული და დატვირთული საღამო უნდა იყოს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს დედასთან არის ახლოს, ყველა დედასთან არის უფრო სწორად ახლოს და მინდა რომ ყველამ უდიდესი სიამოვნება მიიღოს ამ ერთი პატარა ლამაზი საღამოთი. ვით მიიღებს მონაწილეობას თქვენთან ერთად? ჩემთან ერთად მიიღებენ ჩემი სტუდიის მოსწავლეები, სტუდია თაობა, ჩემი მუსიკოსები, ჩემი ბენდის წევრები და რამოდენიმე ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი, ვისაც ჩემთან და ჩემ ხელოვნებასთან უფრო ახლო კავშირი აქვს. ამიტომ ვფიქრობ, მრავალფეროვანი იქნება ეს საღამო. კი ბატონო, და რადგან ახსენე რომ სტუდიის აღსაზრდელები, უკვე აღზრდილები იღებენ მონაწილეობას, გითხარით ამ სტუდიაზე, რომელსაც თქვენ გიხართ სათავეში და არაერთი ადამიანი აღიზარდა და იზრდება აქ თქვენთან თქვენი ხელმძღვანელობით. სტუდია თაობა, რომელიც იზრდება თაობები. სადაც იზრდება თაობა. სხვათა შორის ჩემი დაიკოს მოფიქრებული ეს სახელი, სტუდია თაობა. თამარი. კი და რაღაცნაირად ასე დავარქვით და ალბათ უკვე მერვე წელია, რაც ამ სტუდიას ვემსახურებით. მეც და ჩვენი პედაგოგიც ბიჭიკო ნაუროზაშვილიც.
ჩვენთან ისწავლება ქართული სიმღერა, ქართული ნაციონალური ინსტრუმენტები და ქართული გალობა, რაც მთავარია, მოგეხსენებათ, ქართული გალობა არ არის ასე ადვილად და არც ასე ვთქვათ, ესე თამამად შეგიძლია შეეხო, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჭირდება და სწორად გაყოფა ჭირდება, ასე ვთქვათ, ხმებში. გალობა ხო ჩვენი რიტუალია. ამიტომ მე ყოველთვის პასუხისმგებლობით ვდგები მაგ კუთხეს და მაგ სფეროს, ამიტომ რა ნაწილში ხარ ჩართული სტუდიაში? მესმის რომ ყოველს რაღაც თავის მიმართულება იქნება. თქვენი მიმართულება რა არის? გარდა ხელმძღვანელობისა. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველა ნაწილში ვარ ჩართული, როგორც რა თქმა უნდა, გოგონებშიც და ბიჭებიც. როგორც საორგანიზაციო, ისე ბუნებრივია ხელოვნების კუთხით, რა თქმა უნდა. არ არსებობს დღე ჩემი ჩართულობის გარეშე, მოდი ასე ვთქვათ. ეს შერეული სტუდია, ასე ვთქვათ, და შერეულია ანსამბლი ჩამოყალიბდა, ხომ შეიძლება ასე ითქვას, გოგონებისა და ბიჭების ერთობლივი კი. კი, ერთობლივი ანსამბლი, რა თქმა უნდა. და როგორი არის მომართვა, ასე ვთქვათ, ხდება თუ არა განახლება თავად ვინაიდან სტუდია არსებობს, შესაბამისად არაერთი კარგი მომღერალი იზრდება და თუ უერთდება შემდგომ ანსამბლს, ეს როგორ ხდება? კი, რა თქმა უნდა, იზრდება, ამაზე მუშაობენ, არის ორი ჯგუფი, ერთში მოსამზადებელი, მეორეში ძირითადი ჯგუფი, რომელშიც იღებენ მონაწილეობას უფრო დიდი რესურსის მქონე ბავშვები. ასაკი არის განსაკუთრებული. ასაკი 4-დან 17 წლამდე ვიღებთ ხოლმე მოსწავლეებს. ამიტომ ყოველთვის არის ცვლადობა, ან იზრდებიან, შემდეგ ფრთიანდებიან, მერე მიდიან და ამიტომ მოდიან ახლები და ასე ვთქვათ, ჩვენ გარკვეულწილად გავიგებთ მიმართულება, ხედვები, რა არის სტუდიის მიზანი და როგორ ხდება. მოდით ესე დავუბრუნდეთ პირად კარიერას. როგორ არჩევთ რეპერტუარს? აი, რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მიხვდე, რომ აი ეს სიმღერა გინდა, რომ ეს შენია, რომ ეს გემღერება? Das ექცევა ამ დროს ყურადღება მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შეგრძნებების დონეზე ხდება. ამიტომ მე უფრო შეგრძნებით ვარჩევ სიმღერას. ხო და რა უნდა იყოს სიმღერა, რომ გაგრძნობინოს და მიხვდე, რომ ეს უნდა იყოს. ხომ რა თქმა უნდა, ყველას თავის მიმართულება აქვს და ამ კუთხითაც არის საინტერესო თქვენი რეპერტუარი და ეს 9 მილიარდი ნახვა, რომ რაღაცა თქვენი ნიშა მოძებნეთ, რომელიც ეს შეიყვარა მაყურებელმა. ალბათ სიმღერასაც და თვითონ ვიბრაციებსაც აქვს თავისი ხარიზმა. ამიტომ მე თამამად შემიძლია ვთქვა და ამის არც მერიდება ნოტებთან არ მაქვს უდიდესი გამოცდილება და შესაბამისად ვერ ასე ვთქვათ, ვერ ვტრაბახებ იმით, რომ კარგად ვიცი ეს სფერო, მაგრამ ჩემი აზრით ყოველთვის შეგრძნებების დონეზე ვარჩევ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გულწრფელობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თავისთავად, როდესაც თუ არ გჯერა, რასაც მღერი, ყოველთვის ფიქრობ, გულთან ასე ვთქვათ, ნამღერი. კი. ამიტომ როდესაც მღერი, ფიქრობ უნდა გჯეროდეს ამის. ამიტომ ასე ადვილი არ არის ყოველთვის სიმღერის არჩევა და რომელიმე რეპერტუარის არჩევა. აი, მაგალითად ვთქვათ, თეო კუმსიაშვილის რამდენი მელოდია, ხო ეს ხო სპეციალურად არ არის შექმნილი, ეს ხო შეგრძნებებზეა დაფუძნებული და იმ ადამიანის ყოფა ცხოვრებაზე რა გზაც მან გაიარა. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ მე ვფიქრობ, რომ შეგრძნებით, გაცილებით ეფექტურია ჩემი რეპერტუარი და ყოველთვის ასე ვიქცევ. რა შეეხება, ვთქვათ, საომავლოდ ხო არაპირებთ, რომ გამოსცეთ ალბომი და ხო არ მუშაობთ ამ კუთხით, ახალი სიმღერები ხოლმე მუშაობა ამავდროულად. ყველა ხელოვანი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ახალ-ახალი რეპერტუარი. ვიზრდებით, ასე ვთქვათ, მუშაობთ ყოველთვის ახალ-ახალ რეპერტუარზე. ამიტომ ესე რომ ვთქვათ, რომ ნაკლებად აქტიურად მუშაობთ ამ საკითხზე, არა, სულ ყოველთვის მუშაობთ და სულ ყოველთვის ვეძებთ აი მიგრაციას. რამდენი გაქვთ საშუალება იმის, რომ რეგიონებში ხშირად ეწვიოთ თქვენს მსმენელებს და გაახაროთ მათ? მე მიწევს ხოლმე ხშირად რეგიონებში ყოფნა, ამ ბოლო დროს ალბათ ახალი კონცერტით რომ ვარ დაკავებული 7 მარტს ცოტა მოვიკოჭლებ ასე ვთქვათ. თელერესურსი გადმოვისროლი აქეთ, ამიტომ ცოტა ხანი პაუზა მაქვს, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდები დიდ ტურნეს, რასაც გეგმავთ მე და ჩემი პროდიუსერი მთლიანი საქართველოს მასშტაბით. გაახარებ ძალიან. თუმცა თუ იქნება საშუალება, რომ მე რეგიონებს გასცეთ და რატო ვიძახი ამას, რომ აი ეს თქვენი მართლა რა წარმოუდგენელი ნახვები რო ვახსენე და სიყვარული, მათ შორის ემიგრაციაში 3
სამწუხარო ძალიან დიდი ემიგრაცია ყავს და ემიგრანტები და დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ ყოფილა და თუ იგეგმება რომ მათ შორის სხვა ქვეყანაშიც ეწვიოთ ჩვენს და არა მარტო ქართველებს ზოგადად. რა თქმა უნდა, ეხლა ახლო მომავალში რაც იგეგმება, ეს არის ესპანეთის კონცერტი, რომელიც სავარაუდოდ თარიღს 28-ში უნდა გაიმართოს, თუ რა თქმა უნდა რაიმე მხელი არ შეგვიშალა. ამიტომ აქაც საფუძვლიანად ვემზადებით, იმიტომ რომ იქ არ იქნება მხოლოდ ქართველი მსმენელი, იქ იქნება თვითონ ესპანელი მსმენელიც და ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩემს ამ კონცერტში რამოდენიმე ესპანელი ასე ვთქვათ ფლამინგოს მოცეკვავე არის კი ორი კულტურის კოლაბორაცია. მე მიყვარს ძალიან კოლაბორაციების კეთება, ამიტომ ესეც ერთ-ერთი ახალი ასე ვთქვათ მიმართულება იქნება ჩემს შემოქმედებაში. მე რამდენადაც ვიცი და კარგად ვიცი, იმიტომ რომ ჩვენმა მაყურებლებმა ნახა ჩემ გადაცემაში იყავის თუნდაც და იქ ახსენე რომ გეგმაში არის აი როცა კოლაბორაცია ახსენე უცხოელ ძალიან ცნობილ მუსიკოსებთანაც რაღაც საინტერესო შეხვედრები. ამას რა თქმა უნდა. მე როგორც ჩემი ქვეყნის ფოლკლორს ვემსახურები, ისე ვემსახურები ძალიან საინტერესო კოლაბორაციებს, რომელიც მე ძალიან მომწონს და ჩემთვის საინტერესოა ამაზე მუშაობა. რამოდენიმე განხრით გვაქვს ეს კოლაბორაციები, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზი, შეგვიძლია ვთქვათ ჯაზისა და ფოლკლორის სინთეზი, როკისა და ფოლკლორის სინთეზი, ბევრი მიმართულება რომელთანაც შემიძლია და მაქვს სურვილი კოლაბორაცია ვაკეთო. ამიტომ აი ამ ყველაფერზე ვმუშაობ აქტიურად. რამოდენიმე პროექტი, ასე ვთქვათ, უკვე გამოსულია, მაგრამ ჯერ არ წარგვიდგენია მაყურებლისა და მსმენელის წინაშე. მუშაობთ, დავხვეწავთ და ალბათ შემდეგში უფრო მალე იქნება ამის საშუალება, რომ ხალხმა გაიგოს ეს საინტერესო კოლაბორაცია. კი ბატონო, და ესე იგი სანამ შეგვისრულებ სიმღერას, მინდა აი წარგვიდგინოთ. ჩვენ ძალიან მცირე ნაწილი ყავს თქვენი სტუდიის, წარმოდგენილი აქ ბუნებრივია და წარგვიდგინოთ და მე გითხარით რა შეგვისრულებთ ახლა ჩვენი მაყურებლებს. ჩვენი გოგოები მაკალანია, ნინო მამუჩაშვილი, ჩემი უნიჭიერესი ალბათ მარტო მე არა, ალბათ ყველა მიცის ხვიჩა ღვთისიაშვილი, რომელიც ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით არის და ჩემს გვერდით იზიარებს ამ მუსიკალურ ამა თუ იმ კოლაბორაციებს, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ხვიჩა არის და ანუ ჩვენი სტუდია თაობა, რომელიც არის ჩვენი რამდენიმე წარმომადგენელი, ძირითადი წარმომადგენელი, რომლებმაც ასე ვთქვათ, ნდობა გამომიცხადეს მთელი ცხოვრება და აი ესე დღეს ჩემს გვერდით არიან და კიდევ ბევრ კოლაბორაციაში უნდა მიიღონ მონაწილეობა ჩემ პროექტში. და სანამ შეგვისრულებთ სიმღერას, მანამდე ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, არიან ახლა ჩვენი მაყურებლები, მსურველები იმისა, რომ თქვენს სტუდიაში მოვიდნენ, თქვათ და მოიყვანონ თალიანთი შვილები 4-დან 17 წლამდე. ასაკი აღნიშნეთ. თავისით მოვიდნენ. და აი როგორ ხდება მიღება, თქვათ წლის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ ცხადდება თუ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოსვლა და ჩვენ ნებისმიერ დროს გვაქვს მიღება, მას არ აქვს სპეციალური დრო ამის შერჩეული ამისათვის. რა თქმა უნდა ვიღებთ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც მცირეოდენი რესურსიც კი აქვთ ამის კეთების, რა თქმა უნდა არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც ამას ვერ აკეთებენ და ეს ალბათ ნორმალურიც არის, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია ამის კეთება. ქართული სიმღერა და ზოგადად ქართული გალობაც და ქართული ინსტრუმენტებიც არ არის ასე ადვილად დასაუფლებელი, იმიტომ რომ მე მთელი ცხოვრება მჭირდება, რომ რაღაცა გავიგო, შევიგრძნო და შემდეგ ასე ვთქვათ დაუბრა. ამიტომ ძალიან ბევრი ბავშვია კარგი. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რამოდენიმე ძალიან გამოიკვეთა იმისათვის, რომ უკვე ასე ვთქვათ აქტიურად დადგას ფეხი ამ სფეროში და ასე ვთქვათ კარგად დაეუფლოს თავის საქმეს. როდესაც 100 მოსწავლიდან 3 მაინც გამოვა მომღერალი, ეს უკვე უდიდესი გამარჯვება, ამიტომ ჩვენთვის ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად არიან დაინტერესებულები, ვთქვათ, რომ დაეუფლონ საკრავებს?
ძალიან ბევრი მშობელიც, ძალიან ბევრი ბავშვიც არის დაინტერესებული. ალბათ ეს ყველაფერი ჩემი შემოქმედებიდან, ჩემს მიერ შესრულებული ამა თუ იმ სიმღერის გამოხდება და ეს ყველაფერი მოწონთ ბავშვებს და ალბათ თვითონაც ფიქრობენ, რომ აი ამ ხელა სცენამდე უნდა მივიდნენ და ამისათვის ბევრ შრომობენ და მეც რა თქმა უნდა გვერდში ვდგავარ ყოველთვის. ფიქრობ მოთხოვნა ძალიან დიდია. მე გამოვარჩევდი უფრო ნაციონალურ ინსტრუმენტს ფანდურს, რაზეც აქტიური მოთხოვნა ყოველთვის და არასოდეს არ წყდება ნაკადი, ამიტომ მე მინდა ყველას წარმატება უსურვო იმ საქმიანობაში, რაც დაისახეს და ჩვენ მზად ვართ ყოველთვის მივაქციოთ ბავშვს სათანადო ყურადღება და მივცეთ ის გამოცდილება, რაც ჩვენ მივიღეთ ერთ დროს, თუნდაც მართვეში, თუნდაც აფხაზეთის ანსამბლში და ძალიან ბევრ ადგილას, სადაც ჩვენ მოღვაწეობთ ბავშვებს. სანამ ჩვენ სცენაზე გადაინაცვლებთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, სად, როდის გაიმართება? 7 მარტს გაიმართება დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც ვიწვევ ეპატიჟები ყველა დედას და არა მარტო დედას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემ მეგობრებიც ბევრი იქნებიან, ძალიან უნდათ ამ კონცერტზე, მაგრამ ალბათ უფრო მეტი აქცენტი დედებზე იქნება. და სად გაიმართება კონცერტი? ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც პირდებით ჩვენს მაყურებელს ერთ თბილ ლამაზ საღამოს. მანამდე ერთი ფილმ ლამაზის მანამდე მინდა შეგისრულოთ თეო ქუმსიაშვილის მიერ დაწერილი სიმღერა იერო, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ალბათ ამ სიმღერამ უფრო დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა. აჰა, მიკროფონი და გავახსენოთ ჩვენ მაყურებელს. შევახსენოთ ხო ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. დავით კენჭიაშვილი, სტუდია თაობის ასახდელები და შესანიშნავი მუსიკოსი, რომლებიც ერთი ლამაზი სიმღერით ახლა შეაჯამებენ ჩვენს საუბარს.
დიდი მადლობა, ესე გაგვილამოძეთ, გაგუშვენოთ დილისეთ არის, მაყურებელს შევახსენოთ, მომღერალი დავით კენჭიაშვილი, მისი ესე იგი სტუდიის აღსაზრდელები, მომღერლები, სოდია თაობა შესანიშნავი მუსიკოსთან ერთად და მადლობა თქვენ და წარმატებები და 7 მარტს რა თქმა უნდა შეგიძლიათ უკვე ფილარმონიაში გაცილებით ბევრი სიმღერა მოისმინოთ მათ შესრულებით. ჩასეთაში ახლა სიუჟეტის დროა. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ამჯერად უენო სალამურის ახალგაზრდა სპეციალისტისა და მკვლევარის თევდორე გოგოლაძის შესახებ მოგვიყვება. თევდორე გარდა იმისა, რომ იკვლევს სალამურს, ასევე თავად აბზადებს, იგი საკმაოდ გათვითცნობიერებულია ტექნოლოგიურ საკითხებშიც და დაინტერესებულებს ამ თემაზე ინფორმაციას ციფრული ფორმითაც უზიარებს და რა თქმა უნდა, შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს ახლა სიუჟეტი და უფრო მეტი შევიტყოთ. მე ვარ თევდორე გოგოლაძე და უკვე 1 წელზე მეტია, რაც შევისწავლი და ვიკვლევ უენო სალამურს. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდები მინდა რომ დავაინტერესო. ვაჩვენო რომ აი ეს ინსტრუმენტი ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი არის. და ერთგვარად ყოფაშიც დაბრუნდეს და არა მარტო სცენაზე უნდა იკვრებოდეს ეს საკრავები, არამედ თვითონ საკუთარი სიამოვნებით აი ყოველდღიურობაში ასრულებდნენ. სალამურზე ბავშვობიდან უკრავდა, გაიზარდა, დრო გავიდა და საკრავის სიყვარულმა მასში ბევრად უფრო დიდი ინტერესი და მიზანი გააჩინა. ქართული მუსიკალური ინსტრუმენტის, სალამურის თვითმყოფადობის შენარჩუნება და მისი პოპულარიზება. მესამე კლასიდან უკრავ სალამურზე და წლების განმავლობაში თეი ჩემი სკოლის პერიოდი ვიყავი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინსტრუმენტალურ ანსამბლში. მუშაობ ფოლკლორის ცენტრში უკვე რამდენიმე წელია და ვარ საიტების ადმინისტრატორი. ტვირთავ სხვადასხვა აუდიო მასალებს, საარქივო მასალებს. და აღმოვაჩინე, რომ უენო სალამურზე არსებობდა სხვადასხვა ძველი ჩანაწერი. კარლ ნახევარის სიგრძის მცენარის ღეროს გულს ამოაცლიან ჯოხით ან თოფის ზომით. პირველად მაშინ გამიჩნდა ეს ინტერესი. აღმოჩნდა ცოცხალი ეთნოფორი ზაურ თეთრაშვილი, რომელიც იყო ცოცხალი ტრადიციის მატარებელი. და აი ამის შემდგომ უფრო დავინტერესდი ფოლკლორის ცენტრში ახალი გახსნილი ქონდა საიტი folk catalog.g, სადაც აი პირდაპირ ხელის გულზეა გადაშლილი მთელი საარქივო მასალები. რომ მეგონა რომ 1-2 მელოდია იყო შემორჩენილი უენო სალამურზე, აღმოჩნდა პირდაპირ დამახული განძი. საქართველოში სალამურის უძველესი დროიდან არსებობა არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მასალებით დასტურდება. როგორც ცნობილია, 1928 წელს მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს სამთავროს სამაროვანის ჩრდილოეთ უბანზე აღმოაჩინეს უენო სალამური, რომელიც გედის ძვლისგან იყო დამზადებული. პირველი უენო სალამური ფიქსირდება დაახლოებით ჩვენს წესარიცხვამდე მე-14 საუკუნეებით აღმოჩენილია წყემსი ბიჭის გედის ძვლის უენო სალამური. ეხლა ხელში ასმიჭირავს ეს სალამური. შეიძლება ესე ვუწოდოთ, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ტრადიციული უენო სალამური. ივანე ჯავახიშვილმა ჩამოგვიყალიბა ეს კაცრი ტრადიციული წესი, რომელიც რაც ყველა მესალამურე ითვალისწინებდა. სალამური იზრდებოდა დიდგულასგან და იცავდნენ ესეთ ოქროს წესს. ერთი ციდა ზედა ნაწილი, ერთი ციდა შუა ნაწილი, სადაც თანაბრად დაშორებული თვლებია განთავსებული 6 თვალი და 4 თითის დადება ქვედა ნაწილი. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა შემსრულებელს საკუთარი ხელის ზომა გააჩნდა, შესაბამისად ყველას გამოდიოდა თავისი უნიკალური ინდივიდუალური ბგერათა რიგი. აი მაგალითად, ეს სალამური აღვადგინე ფირუზ ალიაშვილის ბგერათა რიგის მიხედვით. გადმოცემით, აი გოლდიათური აღნაგობა ჰქონდა ამ ადამიანს და შესაბამისად ძალიან გრძელი უენო სალამურის გამოვიდა. თევდორე გოგოლაძე უკვე 1 წელია უენო სალამურის ისტორიას იკვლევს. წყაროებს, ვიდეო, აუდიო და ვიზუალურ მასალებს ამუშავებს და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ტვირთავს. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ პირველ საქართველოში ერთ-ერთ უძველეს უენო სალამურს, რომელიც დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-14-მე-15 საუკუნით. აი ესე გამოიყურებოდა დაახლოებით გედის ძვლისგან გაკეთებული ერთ-ერთი უძველესი უენო სალამური. როგორც თავად ამბობს, საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია.
ამას იმ წამიდან მიხვდებით, როდესაც უენო სალამურზე, მის ისტორიასა და მნიშვნელობაზე იწყებს საუბარს. უენო სალამური ისევე განსაზღვრავს ქართული კულტურის იდენტობას, როგორც ასევე სხვა ხალხური საკრავები, როგორც არის ფანდური, ჭუნირი, ჭიანური, ლარჭემსოინარი და სხვა. ენიას აქვს გამარტივებული, ანუ შესრულება ძალიან მარტივი, იმიტომ რომ გააჩნია სადინარი, სადაც უნდა ჩაბერო და პირდაპირ გამოცემს ხმას. ერთადერთი რა სირთულეს წარმოადგენს ენიან სალამურზე, ესაა ჰაერის კონტროლი. ხოლო უენო სალამურს რაც შეეხება, ამას ემატება უკვე თავად ტუჩის გარკვეული ტექნიკა და ჰაერის ისეთი ფრთხილი კონტროლი, რომ გამოიცეს შესაბამისი ბგერა. თევდორე გოგოლაძე თავადაც ამზადებს უენო სალამურებს. მეტიც, მისივე აღდგენილი უძველესი მელოდიების დაკვრაც არანაკლებ კარგად გამოსდის. ესაა სიღნაღში მცხოვრები ივანე რაიბულის კუთვნილი უენო სალამური. ერთ-ერთი მის თავის რეგიონში ცნობილი უენო სალამური იყო 90-იან წლებში გარდაიცვალა. და მისმა ქალიშვილმა მათხოვა ეს უნიკალური უენო სალამურის შესასწავლად. და არქივში დასულია მისი ეს ამ სალამურზე შესრულებული მელოდია და მაგის მიხედვით აღვადგინე და შემიძლია შევასრულო. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ექსპედიციის ჩატარებას გეგმავს. სურს იპოვოს და პირადად გაიცნოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც ამ ქართულ მუსიკალურ საკრავთან ოდესმე რაიმე შეხება ჰქონია, ან აქვს. ეს არის ჩემი მიერ გაკეთებული უენო მესალამურეების რუკა ერთგვარი. ანუ სადაც კი დაფიქსირებულა საქართველოში უენო სალამურზე შემსრულებელი, ყველა მყავს, თქვათ, აი ერთ რუკაზე განთავსებული. თავისი სახელი, გვარი, წარმომავლობა, რა ინფორმაცია მაქვს. ანუ ყველანაირ ინფორმაციას ვეძებ უენო სალამურზე. აი თუნდაც სახელი, გვარი კონკრეტულ რეგიონში ვინც ცხოვრობდა. ჩემთვის აი თითოეული ინფორმაცია უნიშნელოვანესი არის. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დაუღალავად აგრძელებს მიზნის შესრულებას. დიდი იმედი აქვს, რომ სალამური ისეთივე საყვარელი და საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, როგორც სხვა დანარჩენი ინსტრუმენტები. ზოგი ენიან სალამურზე ვერ უკრავს და ადამიანი რევს აკეთებს. დიდი მადლობა ნინი საინტერესო სიუჟეტისთვის და წარმატებები ვუსურვოთ თევდორეს. წარმატებები თევდორეს, წარმატებები თქვენ და მადლობა ყურადღებისთვის, ყველამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.